მოგესალმებით ჩემი ძვირფასებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა ვერძებისთვის ნოემბერი. რა ენერგიებს შემოიტანს ვერძებისთვის ნოემბერი? ფინანსები, პირადი ურთიერთობები და ჯანმრთელობა. ნახოთ ორიოდე არკანით. მაშ ასე. რა მოდის ნოემბერში? თვითონ ამომივარდა. წარსულის პარტნიორი, წარსულიდან ადამიანის გამოჩენა, რომელთანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობები იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთობა დარჩა წარსულში. ეხლა ძალიან სწრაფად იწყებს მოქმედებას თქვენსკენ ეს ადამიანი, არ ვიცი, რატომ მოუნდა და გაუჩნდა ამხელა ძალები და ამბიცია, მაგრამ წარსული პარტნიორის დაბრუნებას ხედა. აქ ბევრ თქვენთაგან სიფრთხილე გამოიჩინეთ პირად ურთიერთობებში, რომელიც უკვე ქორწინებას მივაკუთვნებ, ან ქორწინება, ან ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც უკვე წლებს მოიცავს. აქ ცოტა დიდი სიფრთხილე გმართებთ, იმიტომ რომ აქ კონფლიქტური ენერგია მატულობს შემოძვირფასებო, ამიტომ მოერიდეთ მაქსიმალურად კონფლიქტსაც და აგრესიულ ენერგიასაც იმისთვის, რომ არ მოხდეს რაღაცა წინააღმდეგობები პირად ურთიერთობებში. აქ რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, მოლოდინი გაქვთ რაღაცა მნიშვნელოვანი გადაჭრების, სხვათა შორის უზარმაზარი გამართლებით დადგებით ფინანსებთან დაკავშირებით, ბევრი თქვენთაგანი არ ვიცი რა იყო თქვენი ჩანაფიქრი, მაგრამ ეს მოდის სამართლიანი ბუმერანგი თქვენს ცხოვრებაში ნოემბრის თვეში შემოძვირფასებო და მიაღწევთ იმ მწვერვალს, გამარჯვების მწვერვალს ამ თვალსაზრისით. თუ ვინმე ელოდებოდით სამსახურთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებებს, ეს არის გარდაუვალი და სასიკეთო ცვლილებები, ამასალოდნელი რასაკვირველია, ვინც ელოდებოდით ფინანსურ საკითხებში რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტას, გადაჭრას, ეს საბანკო ანგარიში იქნება, ახალი კონტრაქტი იქნება, ნახეთ ნებისმიერ ცესხი მაგალითად. ძალიან დიდი გამართლება გაქვთ, უზარმაზარი სურვილის ასრულება გაქვთ მეგობრებო. აი საოცარი არკანები ამოვიღე გამარჯვების და ვარსკვლავი ნიშნავს უზარმაზარი სურვილის ასრულებას. მოკლედ თქვენი ჩანაფიქრები, ფორტუნა იწყებს თქვენს მხარეს ტრიალს, საოცარი არკანები ამოვიღე ჩემოძვირფასებო. მოკლედ გილოცავთ და კიდევ გილოცავთ. ნებისმიერ თვალსაზრისით, რაც არ უნდა განვიხილო, ნოემბრის თვე იქნება საკმაოდ გარდამტეხი და მნიშვნელოვანი თქვენთვის. აქ უზარმაზარი გამარჯვების ენერგიები მოდის, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსურ საკითხებში, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, თუ ვინმეს რამე გაწუხებდათ, აი უკვე გამოჯანმრთელების პერიოდი დადგა, აქაც ერთგვარი გამარჯვებებია, ამიტომ მოკლედ საოცარი თვეა თქვენთვის მე მგონი მეგობრებო და არ გამოტოვოთ ეს საშუალებები და შანსები აუცილებლად. ახალგაზრდა მამაკაცისგან ბევრი თქვენთაგანი ქალებისზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც არჩევანის წინაშე იყავით, შესაძლებელია ორი პარტნიორი ან პარტნიორსა და სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცა მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევდათ და ეხლა აუცილებლად უნდა მოგიწიოთ, იმიტომ რომ აი რაღაცა ორი პერიოდი, ორი რიცხვი, ორი კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ბევრი რამ სასწორზეა შემოდებული, ვთქვი და ამოვიღე კიდეც, ამიტომ მოგიწევთ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება და სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგავთ ან რამის გადაწყვიტავთ, აუცილებლად კარგად აწონეთ. ყველაფერი დეტალურად გაიარეთ და მერე მიიღეთ გადაწყვეტილებები. იმიტომ რომ აქ ალბათობა არის შეცდომის დაშვების და ნუ იქნება ეს თქვენი გადაწყვეტილებები ან ნაბიჯები манипуляციები, იმიტომ რომ ეს კარგს არაფერს არ მოგიტანთ შემოძვირფასებო, პირიქით დაასრულებს პირად ურთიერთობებს, სამწუხაროდ ის რა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. თუ კი სწორად გაივლით აი ამ ნაბიჯებს და აი ამ ტრანსფორმაციას პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, დამერწმუნეთ რომ უზარმაზარი სიხარულის ენერგია მოდის, აქ ბევრ თქვენთაგან სხვათა შორის ვინც არ არის ქორწინებაში, აქ ქორწინების ალბათობაც არის. ნახეთ, ყველანაირად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში, არა აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გიჭირავთ, კონფლიქტურ ენერგიებს, იმიტომ რომ ამას კარგი არაფერი არ მოაქვს, სამწუხაროდ ეს ძალიან დიდ პრობლემატურ სიტუაციებში გაგხვევთ, ამიტომ თუ კიდევ ერთხელ გეუბნებით ტრანსფორმაციას სწორად გაივლით, ყოველგვარი კონფლიქტის და აგრესიის გარეშე, მაშინ ბევრად უკეთესად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. კი ბატონო, დღეს ეს სწავლის არკანიც ამოვიღე. არ ვიცი ვინ გითვალთვალეთ შემოძვირფასებო, ვისთვის ხართ საინტერესო ადამიანი, ბევრ თქვენთაგანთან ახალი ადამიანის გამოჩენა ხდება პირად ურთიერთობებში, ვისთანაც განსაკუთრებით არ არის პარტნიორი. ის საკმაოდ დიდი ხანია ტრიალებს თქვენ სივრცეში, საკმაოდ დიდი ხანია თვალს გადავნებთ, თქვენ ხართ მისი ინტერესი, როგორც ქალი ემოციის თვალსაზრისით, ნახეთ, ამიტომ უახლოეს პერიოდში ნოემბერში ვერძებისთვის ისეთი ადამიანი უნდა გამოჩნდეს, რომ თქვენთან იქნებით გაოცებული, საერთოდ რომ არ ელოდებოდით. ამასაც მიაქცეთ ყურადღება. კრიზისები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქ არის რაღაცა ქვეცნობიერი, აი ძალიან დაბალ ვიბრაციებში გაქვთ ქვეცნობიერი. მაქსიმალურად ეცადეთ გამოხვიდეთ, ეს რაღაცა უფრო პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით დეპრესიულ ფონს მანახებს, ამიტომ არ აყვეთ ამ მოაზრო ენერგიებს, არ აყვეთ ამ მოაზრო ფიქრებს, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ძალიან კარგად იქნება, იმიტომ რომ საოცარი არკანები ამოვიღე. კიდევ რა იქნება მნიშვნელოვანი
ნახეთ შემოწირფასებო აქ ჩაკეტილი სივრცეა თუ ვინმესთან აქტუალურია ის ენერგია რომ აქ არის ბრძოლები შეიძლება საავადმყოფო იყოს შეიძლება ციხე იყოს სამწუხაროდ მეგობრებო და აქ საკმაოდ დიდი ხანია აი ამ ბრძოლებში ხართ და წინააღმდეგობებში ხართ აუცილებლად გამოდიხართ ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის შემოწირფასებო ამიტომ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ იმედი მაქვს რომ ნოემბერი ყველაფერი საუკეთესო ზუსტად იქნება თქვენთვის დროებით და წარმატებებით შემოწირფასებო